მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და საფრთხობელას ვგავარ თურმე, ახლა ჩავიხედე კამერაში. ახახას ჩამოვედი თბილისიდან, გამოცდები მქონდა და ვეღარ ვასწრებ ხოლმე უკვე ამ ვიდეოების გადაღებას. ეს რა გამოვიდა. და დღეს გავუწყდე ცოტა შემეწუხებინა თავი და გადამეღო Gravity Falls-ის 2 სერია. მე-16 და მე-17 მეორე სეზონის. წინა სერია საკმაოდ კარგი იყო. The Last Mabel Corn. ცოტა კრინჯი იყო Mabel-ის და ცხაპრული ცხენების ნაწილი, მაგრამ გავიგეთ მაინც რომ თურმე ადრე სტენფორდი და ბილი ერთად მუშაობდნენ. ეს რეკლამა. ასევე მომილოცეთ ახალი კურსასმენები ვიყიდე. ცოტა უცნაურად შესეხლა ასება რა, ჩენდებას მივეჩვევი მალე. ესე იგი სერიის თაულიც ახლა ნახე და Roadside Attraction. არაფერი განსაკუთრებული ბოლოდინი არ მაქვს სიმართლე გითხრათ ამ სერიიდან, იმიტომ რომ როგორც დიდი ალბათობით როგორც ავატარში ბოლო 4 სერიაში იქნება ყველაზე მაგარი ჰაიპი, ამიტომ კაი მოვედი, არ ვიცი რა ჩენდება დაემართა კომპიუტერს, პროსტა გაითიშა. 3-2-1 Gravity Falls-ის მეორე სეზონის მე-16 სერია დავიწყეთ. ასე დავაჭირე დაწყებას, გაჭირე და გამოვიშთა. შვენიერია. წერების სპრეი არ დაგავიწყდეს. მოლაშქრეებს სავი კურსასმენებში ხმა, მაგრამ მოწყობილი ფურგონი. მივეჩვევი. კემპინგის მოწყობილობა. ისევ რამის გავაბიხარ. ორეგანოს მოგზაურობა იწყება ძმაო. უბრალოდ ჩურისძიებან. ყოველ წელს ტურისტები მისტიურ ქოხს მახეს უგებენ. შარშან სუსი ჭერზე მიეძებეს. ვაი. და სამახსოვრებელი 78 საათი იყო. 78 მახეს თვითონ ვესტუმრებით. და ყველას რამე ხრიქს მოუწყობთ. ეს მოწონს. დროაზაღლები გავათავისუფლოთ. კენდი და გრენდაც პოდიან. ვართ ძაღლები. მადლობა რომ კენდი და გრენდა წამოიყვანა ბაბუძია. რაც მეტი მით უკეთესი. უბრალოდ ამ დოკუმენტებს მოაწერეთ ხელი. მშობლები ადვოკატები ხომ არ გყავთ? რომ შეიძლება მოგყოთ კი. მოდიხარ? არ დაგიჭირა. ნივთები უკვე ჩაგილაგე. საწოლის კვეთს რომ მიდუმარი ყუთი ქონდა, ეგეც ჩავდე. ეს რა? სერიოზულად წერია. არაფერი, ვენდის სამახსოვრო ნივთებიან. მეგონა ამ ამბავს უკვე ჩავლილი ქონდა. ხო. ვიცი რომ არ ვაინტერესებდა მორჩა, მაგრამ როგორ აღარ ვიგრძნო ის, რასაც ადრე ვგრძნობდი. ორი სიტყვა დიპერ. განაგრძე ცხოვრება. ო, თანაც მოგზაურობა საუკეთესო ხერხია ახალი ადამიანებს. ამჯერად კი, ამჯერად Mabel-ს წავეთანხმები. საინტერესოა. წესით კაი სერია უნდა იყოს. უკვე აქამდე, არ ვიცი, პირველი სეზონის პირველ სერიაში ვიყავდა რა მივაკეთე, Wendy's და Mabel's, Wendy's და Mabel's, Wendy's და Dipper-ის ურთიერთობებზე და მეორე სეზონის მეორე სერიაში თითქოს და მოვჭი, ახლა მე-16 სერიაში ვაგრძელებთ. ხო, სხვათა შორის, ინტრო აღარ არის შემოკლებული ვერსიები. Gravity Falls-ი გახმოვანებულია აჯერანით ხუმის მიერ. მაგარია. ან ჯერა რომ მაგიდასთან მძივარ მოძრავ მანქანაში. სამოგზაურო ბროშურები. მინდა ყველა წავიკითხო და ცოდნა შევიძინო. მე კი დავიშვილდი ესეთ მანქანაში. დახმარებია. თქვენ მხოლოდ სერიოზულად? ჭირდება და ეგნევარ. გამოფხიზლდით. ეს ადგილი ყველაზე შავგულიანად ისეკუთვნის მთელს ორეგანოში. გარეგნობა არ მოგატყუოთ. ამ ქალმა ჩემს მანქანას ორჯერ ცეცხლი წაუყიდა. მე შევდივარ გოგოებო. ას გავსესთ მე. კარგი როგორც უსმეთქვა, ახალი ადამიანების გაცნობაა საჭირო. მაგონჩი. აბა, ხშირად მოდიხარ ხოლმე? არა, ტურისტი ვარ. ზაღალისო ხარ და საყვარელი, უბრალოდ არა. ანუ კი, მაგრამ არა.
მოიცა თავიდან დავიწყებ. ჩემი სახელია დიბერი. ვაუ. დიბერ მოდი აქ. ეგ ძაფი თავისით არ დამაგდება. რამე გაწუხებს? იმ გოგოზე ფიქრობ? შევწყვენილი ვარ. ზაფხულის დასაწყისში ვენდისთან შანსები დავგარგე. ხო, შანსები. მინდა განმეორდეს. შანსები. გოგოებს ვერ ველაპარაკები. როგორც კი პირს ვაღებ მაშინვე კარგია. თითქოს მეტაფორა ვერ მოვიფიქრე, მაგრამ ხომ ხვდები რასაც ვამბობ. გონი რომ გავიზრდები ისეთი მარკსული ვიქნები როგორც ტობი დეტერმაინდი. ეგ აღარ დროს გაიმეორო. საბედნიეროდ მე ქალების ექსპერტი ვარ. როცა საქმე გოგოზე არა. თავდაჯერებული და სახალისო უნდა იყო. მაგრამ არა ძალიან. ცოტათი გამაღიზიანებელიც იყავი. საყვარელო. ღმერთო. მაგარი ეზრი იყოს. ცნები მეგობარო, თავდაჯერებულობა, კომედიურობა და რამე მესამე არის საჭირო გოგოების გულის მოსაგებად. რამენის. შემდეგ გაჩერებაზე სცადე ეს ტაქტიკა და ნახავ როგორ გამოგივა. კარგი, მაგარია ბაბუძია. მადლობა. მე კარგი აზრებით ვარ სავსე. ყველანი, მოდით. ჰაუსუს. შენ ბალონა. ერთ დღეს მოგივლის ტენპაინს. მოგივლი. უღმართის სახლი. შტატის თავბრუდა მხვევი ადგილი. რაც არ უნდა მოხდეს საბირფარესოში აქაც შევიდოდი. გზის ძაღლები. საქსში. რა უცნაურია. დრო იყავი თავდაჯერებული. გამარჯობა, მე დიპერი ვარ. გიჟური ადგილი არა? გამარჯობა, მე მასუ ვარ. თუ ჩათვლი რომ სწორად გახარ, ყველას მოყალზე ექნება. ხო, უცნაურია. კი, უცნაურია. კარგი. მოდი სურათი გადამიღე. აბა ვნახოთ. ვაი. ვიხუმრებ. სადაგეო. მართალია. ცუდი ბიჭი ვარ. ემა წამოდი, კანადაში უნდა გადავიდეთ, სანამ დედა შენი იმშობიარებს. გრძელი. რა? შეგიძლია მომიყვე ხოლმე. აი ჩემი იმეილი. ო. და მოგიყვები. შენია. მეილი მომდა. თანაც არასიბრაულის გამო. მაგარია. არა, ტიპერ. კარგად ვარ. შვენიურად. მეიბელ, გამარჯობა. ბრენდაც აქ არის. კენდი, შვენიურად გამოიყურები. ახალი საწოლია? წინავს. ტიპერ. იქნებ ტვინში სისხლი გადმომივიდა. და მეჩვენება, მაგრამ დიპერის ხონაერია. ტვინში სისხლი გამომივიდა და ტიპერის ხანია. ახლა სუს. ხბესტე. ახლა არც თუ ისე დავდაყირა. რა მშვენიერი ნორმალური სახლია. Stand by-ს. ხაც ისე ნორმალური უნდა იყოს. ამჯერა რომ გამოვიდა. რა ვქო? არა, ივარჯიშე. რაც მე გოგოს დაელაპარაკები, უკეთესი გახდები. ბაბუძია, შვენიერი რჩევებია. მადლობა. ეს მხოლოდ ზედაპირია. აი, ცოტა სიქმეს მიერ ჩავალთ, მერე არცი. რაღაცა უნდა გააჭროს თემა მოჭრელი. ბელონი ახვედით? გონი ხო? სუსი? ო, აი მე არის მართო. ეგრეც ვიცოდი რომ სუსია იქნება. ნერე უთხარი. სად არის შენი პირადობა მახინჯო? და აქედან მაქვს ეს შრამი. ვაუ. ბაბუძია უნდა თქვა ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო. ნახე. აი stand by-ის მეთოდი. ყოველთვის ჭრის. მაგრამ რაღაც მაწუხებს. ცუდი არ არის ამდენ გოგოსთან ფლირტეობა ერთდროულად. არ მინდა ეს გულივად კინო. კარგი რა. ამიტომაც არის მოგზაურობისას ფლირტეობა კარგი. ამ გოგოებს მეორედ ვეღარადროს ნახავ. გაგვიმარჯოს. რაღაცა ჩიმეპარება რომ მეორე დღეს ნახავს ამ სიტყვების მერე. სიმართლე მოქმედება ან არაფერი. მე არ
არაფერს ვირჩევ. ყოველთვის არაფერს ვირჩევ. ნეტა რატო? სიმართლე. ვინმე მოგწონს? ვიღაც გაწყვეტა. დიპერი დაევასა თუ რაშია საქმე? კი, ცოტათი, მაგრამ თანამდებობით არ ვიცი. მოგვეყევი. მისი სახელი დესე იწყება და აი, იპეში თავდება. მე არა. მზად ხარ გრენდა? 3, 2, 1. ტურებს გაცილებით საშინელი ხმა გქონიათ. კენდი. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ასრულდა. ჯა. ზმადა ჩემი საუკეთესო მეგობარი. აჰ. ვერც. სერიოზულად? და ვერც უნდა. ასეთი ოცნება გაქვს? აქამდე ვერ მომჩნევდი, მაგრამ ამ ბოლო დროს გაცილებით ნაკლები. ნუ, გოგოებს მოსწონთ სიმართლე გითხრათ ესეთი რაღაცების ბიჭებს აქვთ ხოლმე გართულება. ნუღილავ. მე ასეთი არ ვარ, არც დამყავს, არც ძმა. მეიბელს გეგმავს. აი ახლა ერთი მხრიდან სპენის გეგმა, მეორე მხრიდან მეიბელის გეგმა, აი ვიტანებით. ყველაფერი აქამდე უბრალოდ გასეირნება იყო. ამ ატრაქციოთან შედარებით. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი პარკია. დაახლოებით. აი ისიც. მისტიური მთა. მისტიური მთა? მისტიურ ქოხზე 5 ჯერ დიდია თანაც ნამდვილი ატრაქციონებით. მისტიურ ქოხზე 5 ჯერ. მე მგონი 20 ჯერ დიდი უნდა იყოს ბევრად. მუმიის მუზეუმი, საბაგირო და ნახევრად ადამიანი, ნახევრად ობობები ყავთ. ვაუ, ნახევრად. გამოგონილი ლეგენდები ჩვენზე უკეთესია. დღეს ეს მთა დაეცემა. კითხვა. უკან შეუძლოთ ვარ, შეიძლება წინ დავჭდე. კიდევ ერთი კითხვა. მეორე ადამიანის ზომა ვარ, შეიძლება მთელი ავარძელი დავიჭირო? არ ვიცი კი. გაცალოთ. მოიცა. კენდის და კენდიჯი, 6 კლასელი. გამარჯობა. 6 კლასი. ახლოს იხარ. გარდები აფარსტა. მისტიურ მთაზე ჩემთან ერთად გაისეირნო. კარგი, მაგრამ ეს ისედაც დაგეგმილი ქონდა. აი, მარტო. მე და შენ. კენდი და დიპერი. აბა მოგზაურებო. ზადით და დატკბით სანახაობით. ვიდი. შიგნით გნახავ. ახლა რაღაცა ისეთ სიტყვის გაჯერება ჩანს. გქის. დასახია. კენდის გულსაფრენს. რაც მასწავლე ყველაფერმას ზედმეტად კარგად იმოქმედა. კენდი პაიმანი დამინიშნა. კოჩახ ჩემპიონო. და? არა. კენდი მშვენიერი გოგოა, ჭკვიანი, მაგრამ მასზე არასდროს მიფიქრია. ძალიან სწრაფად ვითარდება ყველაფერი. ძალიან სწრაფია. ვეტყვი რომ მზად არ ვარ, კარგი? უნდა ვუთხრა. მე მზად არ ვარ. არ ვიცი. შეიძლება. არა, ვერ ხედავ რა ხდება. თუ ასე გააგრძელებ, მალე ვენდი წარსულს ჩაბარდება, მაგრამ ამისთვის ყველა შანსი უნდა გამოიყენო. არ ვიცი, მე მინდა რომ გამახსენდა. ვენდი შეწყვიტოს, თუ ტიპერმა შეწყვიტოს. მინდა რომ მოვატყუო. ასე გიჟურებ ვენდიზე ფიქრი, მაგრამ გონი ჩემი ნომერი და ანუ არასდროს არ გამიგოთ. მინდა რომ მეგობრები იყვნენ, როგორც ვენდი მითხრა. აქ რა მოგიყვანა. უკეთესი იქნება ორივესთვის, მაგრამ ეგრე და არ გვტუმრობენ ხოლმე. დარლინ. ჩვენ შორის იყოს, აქ საიდუმლო მისიაზე ვარ. იდუმალ კაცს ნამდვილად გავხარ. ახლა შესვენება მაქვს. გინდა ქვრივის მწვერვალზე საბაგიროთი ავიდეთ? გინდა გაითვალისწინე, გინდა არა, მაგრამ მე ვიცი რასაც ვაკეთებ. მშვენიერია. ამჯერა რომ ეს ნამდვილად ხდება. პაიმანი. ნეტავ ბავშვს რას დაარქმევენ. მე ჩემს შვილს გრენდა ორს. გაგრძელებას დავარქმევ. გაგრძელებას. ჩვეულებრივი დედა იქნები. ეს ადგილი მომაჯადავებელია. ეს ფრაზე მაგურებს. ყოველ დღე ახალი მუმია, როგორ ეკეთებენ ამას? ეს მთა სავსეა საიდუმლოებებით. მაგალითად, რატომ ეცემა ჩემი თავი შენს მხარზე? აა, ეს კენდი. მინდა. გეგმის ნაწილია. ტიპერ, გამარჯობა. სიმინდის გოგო. მაინტერესებდა როდის და მირეკავდი. ტიპერ, ეს ვინ არის? არავინ, უბრალოდ ვიღაც, მაგრამ ტიპერ? ამერცო. ვერ გამოიცნობ, სად იმშობიარა დედაჩემა.
ესენი ვინ არიან? კანადაში. ტიპერატომ არ დამირეკე. ჩვენი რომანტიკული გასეირნება არ მოგეწონა. რა დაიშვა? დაუჯერებელია. პაიმანზე დამთანხმდი, როცა სხვა გოგოებსაც ხვდებოდი? ვიპასუხე. რომელი მოგწონს? არც ერთი. ყველანი მომწოხართ, უბრალოდ არავინ. არა. ცდილობ გოგონებთან საუბარი ვისწავლო. დაუჯერებელია. საზიზღრობა, იდიოტი. ვაუ. მე კარგი ბიჭი მეგონე, მაგრამ შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ. კენდის. კენდი მოიცადე. რა თქმა უნდა. ყველაფერი გავაფუჭე. სტენი უნდა მოუძებნო. რამეს მირჩევს? კაია. დარწმუნებული ხარ, რომ ტყეში ასე ღრმად შესვლა გინდა? საშიშია. მუღელავ. ობობა ადამიანები უბრალოდ ლეგენდაა. სასაცილოა რომ ხალხი ობობა ადამიანები გავაშტებიან და ტიპერი გაბერჩის გოგონებს, ხო? კარგი ნადავლი ვარ. არ მარტო კენდის. დღეისა უკეთესო ნადავლი. გონი ლინზები ჩამოგიყარა. ამას არ ველოდებოდი. მოხუცი კაცი არ გინახავ? დიდი ყურებით არ ველოდებოდი. ყველაფერი იცის. დიდი ყურებით ყავისფერი ცხვირით. ვაუ. ცეცხლი მოკეთებელიანოდი ამბობს რომ არ მიეგარო ტყის ცეცხლს. სტენ სათხარ, შენი დახმარება მჭირდება. ბაბუძია, მეგობარო, გახსოვს შენ ტექნიკაზე რომ ლაბარაკობდით. ზოგჯერ ცუდი შედეგებიც მოხვდება. უკვე ვიცი. სათხარ, კარგი ამბავისაა რომ გავიგე მუმიები საიდან მოხევთ. ცუდი ამბავი კი ის არის რომ ახლა მე გავხდები კი. აღმოჩნდა რომ არლინი ობობა ადამიანია, მაგრამ პაიმანი კარგი იყო. შვენიერი. მოიცადე, ის გოგო ობობა? როგორ? არ ვიცი, მშვენიერი პაიმანი მქონდა და მერე უცებ ზედმეტი ფეხები გამოეზარდა. მოკლედ ეს ქალები რა. ვერ მიხდი რომ ობობა იყო? მომხიბლელობამ დამაბრმავა, ასევე სახეში მჟავად შემაფურთხა. ორივის მწვერვალზე ვარ, თვის ბოლოს. კარგი მოგძებნი, არცაც ახვიდე. სადღაც წავიდეს. გაქცევას ცდილობ? შენ მე მომატყუე, 80% დარწმუნებული ვარ, რომ არც კი გიყვარ ვარ. 80 სერიოზულად? შენ სახალისო ხარ. კარგი ისტორიებს მიყვები. მიყვარს კაცს, ხრებზე რომ თმა აქვს. ჩემს მხრებზე კარგი გულისხმი არა? მითხარისენ, სენამ გარდა გქმნი. როგორ გონია ვინა უფროსი? კარგად. შენი საბრალო თავდაჯერებულობით. მე ვარ დაკერვის ოსტატი. ამჯერად შენ შენივე სხეულისთვის გამოგიყენებენ, რაც ჩემი სახეობისთვის საკვებს წარმოადგენს. ნება არა, შენ მართლა მაგარი ხარ. ფორმა მივიღო. ნეტავ რა გემოაქვს? საშუალო ასაკის წყვილებისგან განსხვავებით 70 წლის კაცს. საშუალო ასაკის წყვილებისგან განსხვავებით. ტიპერ სათხარ. თავისულელი მგონია, ჩემი გული ყინულის საკანში უნდა დამემალა. დამშვიდე, დაეჩემ ნაზმა ხმამ დაგაწყნაროს. კარგად მოქმედებს. გოგონებო, აქ ხართ? მოყავდე. შერახა გინდა. დახმარება მჭირდება. რაში? გოგოების ეჭვიანობაში? კენდი. გამოაშკარავე. ბოდიში ყველაფრისთვის, მაგრამ სტენის საფრთხეშია. შეგიძლიათ მომკლათ ეს სჭირდება დახმარება. გზაში აგიხსნით. მოჩა. ხო, არ ვიცი არსებობ თუ არა, მაგრამ დამეხმარე პოლბანიენ. რა? პაინს. მართლა იმოქმედა? მიდი გენდა. შხამი მოქმედებას დაიწყებს. არა, სად მიდიხარ? მარტივი იყო. თან დამეტანდა. საბაგირო, ადით გეგმა მაქვს. მაგარია. შვენიერია. გაქროლდი საბაგირო. მოგესალმებით მსოფლიოს ყველაზე ნელ საბაგიროზე. შედებით საათში 10 მილის სიჩქარით. საჩათი. წადი. არ შეიძლება უფრო სწრაფად წავიდეს. არა, ასეა შექმნილი. საბაგირო უპასუხა. მოგწონთ ხედი? სურათი გადაიღეთ. ახლა 4-ვე, და 5-ვე. ახლა შეგეებით. მომისმინეთ. ამ საბაგიროს უსაფრთხოების ჩასაგდები აქვს.
ჩვენს ქვემოთ ორეგონში ყველაზე დიდი ოლბანიანი ძეგლია. მას დავუპირისპირდებით? 5, 4, კენდი არ გაზმოწიო. შეშლილი ხარ შვილო. ახლა. სახო კენდი -1 არა. ჩემი ერთადერთი სისუსტე ჩემი ჩექმა. და გაზეთი. და ყველაფერი რაც ჩემზე დიდია. მადლობა მგზავრობისათვის. თქვენს მეგობრებსაც მოუყევით ამ მოსაწყენი მოგზაურობის შესახებ. შვილო გენიოსი. მოსაწყენი. საიდან იცოდი რომ გამოვიდოდა? გამოუსადი გარი ბროშურადან. სტენლი. აბატია. არ ვიცი რა არა. დავართა, ხომ გამომიშვებ. ამ ყველაფრის მერე? გისვგავარ? რა სახელისა ხარ? თვითონ გამოძრება ახლა კომიკოსი გამოხვიდე? არა, მაგაზე მიფიქრია. ვაიმე ეს სტენ გასობით კომედია არაფრად ვარგა. ჩემი სტილი კი მართლა შტამბეჭდავია. მოდი გამიყვენ. კაია ისეც როგორთვის სტენლი დაუძახა და არა სტენფორდი მახსოვრისენამ შენაერი სულელი კაცები არსებობენ. მეც ბედნიერი ვიქნები. ამ შენაერი სულელი კაცები არსებობენ მანქანაში ჩასხედი ჩქარა. ეს რა უადგილო მუსიკა იყო კარგი რაღაც უნდა ვაღიარო. სულაც არ ვარ ქალების ექსპერტი. ერთ წელს გავშორდი და ჩემთვის უთვალავჯერ ერთ წელს გავშორდი. თავდაჯერებულობა ბევრს მოგცემს, მაგრამ დღის ბოლოს მაინც მოგჭამს. ქალებზე თუ მიდგა საქმე, უიღბლო ვარ. კარგი, ორივე უიღბლოები ვართ. მიუხედავად საშინელი ბაემნებისა, მთელი დღე ვენდიზე არ ვიფიქრია. თანაც თავდაჯერებულობა მაინც შემჭამ. აჯობებს რამე კარგში გამოვიყენო. ეგრე რა ტიპი და კენდი გამარჯობა, ბროშურა ვიპოვე, რომელიც არ მგონია წაკითხული ჰქონდეს. users FM project არა უშავს ტიპერ. გზაზე ხალხი სისულელეებს აკეთებს. თანაც რომ დავინახე როგორ კი ორი ინტერესი დავკარგე. კი, ამას ვიმსახურებ. მაინც სულად ვგრძნობ თავს ამდენი რამე რომ გავაფუჭეთ. კარგი რა, ხუმრობა ყველას უყვარს. თანაც საუკეთესო ფაქტი ის არის, რომ შედეგი არ მოყვება. სუსლი რა არის? კარგი რა. ამის ღირსი ხარ. ეს უნდა მიგიღო. ვერაფერი გავიგებ. ეს არ დამიმსახურებია. ერთ მხრიდან ის ამის გასუფთავებაში უნდა დაგიხმაროთ, არა? დარწმუნებული ვარ სუსი მიხედავს. სუს სულს დაიმახსოვრე რა გასავლობებიო. როცა დაიკარგები, იმ ადგილიდან ფეხი არ უნდა მოიცვალო. არ განიძრე. ეს სხვა პუნქტია სუს არ განიძრე. კარგად იქნები მაინც გიგოვიან ძალიან კარგი საფრთხობელობ იქნებოდი. გახმოვანებულია აჯარანეთკომის მიერ. ძალიან კარგი საფრთხობელა კარი ესე იგი ეს იყო Gravity Falls-ი მეორე სეზონის მე-16 სერია და უნდა ვთქვა რომ საკმაოდ კაი სერია იყო გავიგეთ მეტი კენდის და გრენდას შესახებ გავიგეთ რა ფაქტობრივად კენდიმ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ სერიაში და ნუ მე სიმართლე გითხრათ არასდროს მილაპარაკია როგორც ასეთი კენდისე და გრენდასე და მე მგონი დრო ვილაპარაკო ახლა და მაგით დავასრულო იმიტომ რომ მეტიც დიდი ძირითადად განსახილველი არაფერი მაქვს ნუ გარდა სტენისა რომელიც მაგარი დებილია ნუ არა დებილი არ არის სტენი საკმაოდ ჭკვიანია თუმცა როგორც ასეთი ანუ ამბიციურიც არის და
როგორც აღმოჩნდა, გოგოებთან ურთიერთობაში 0-ია აბსოლუტური. ნუ ეგ ისედაც ცხადი იყო, გავიხსენოთ პირველი სეზონის სერია, რომ როგორ მეიბელი რომ ეხმარებოდა რაჯენება ქრა სიუზენთან ურთიერთობების დაწყებას და ისიც რომ ფაქტობრივად ვერაფერს მიაღწია. არა, როგორ ვერ მიაღწია, მაგრამ მომავალში რა არის ახლა როგორმე. ასე რომ ხო, ამ სერიაშიც კარგად გამოჩნდა ეს და ტიპერი უბრალოდ ვენდის დავიწყებას ცდილობდა და ნუ ფაქტობრივად შეძლო კიდეც, იმიტომ რომ მთელი დღე ვენდიზე არ ვფიქრია როგორც ყოველთვის. რაც შეეხება კენდის და გრენდას, ანუ საინტერესო კარგი პერსონაჟები არიან რა. დიდი ხანია უკვე ვიცნობთ, მე 5 თუ არა, მე 7 სერიაში დაგვემატნენ პირველი სეზონის და მაგის მერე ხშირად გამოჩნდნენ, ნუ საკმაოდ ხშირად, ეხლა პერსონაჟების 90%-თან შედარებით. და კი გრენდაც კარგი ისაა ქვია, ხიარული გოგოა, კარგი ხასიათების არ არის, ანუ ცოტა გიჟი გადარებული არის ეხლა როგორც მეიბელი პრინციპში და როგორც კენდი. კენდი უფრო ჭკვიანი არის, აი მე მგონი მაგ 3-დან მაინც ყველაზე ჭკვიანი არის კენდი, მე მეიბელი და მე ბლუს გრენდა. თუმცა ხო, კარგი მეგობრები არიან და ზოგადადაც როგორც პერსონაჟები მეიბელიც, ნუ მეიბელი თავისთავად ახლა გრენდაც და კენდიც კარგი პერსონაჟები არიან და გამიხარდა რომ კენდისაც დაუთმეთ ერთი სერია. ასე რომ ხო, დიდად სერიაზე არაფერი მაქვს თქვენი, კარგი იყო. მოდით შევჩერდეთ რომ იმაზე რომ კარგი იყო. და გადავინაცვლოთ შემდეგი სერიისკენ. ეს მესიჯები. Different Babel versus the Future. დროის ბავშვს ნახავთ ამ სერიაში? ვიდრე Future. რაღაცა დროს ეხება უეჭველი. ან არა, უბრალოდ გაბონათქვამია, რა ვიცი. კაი იქნება თუ ნახავთ. კაი. Gravity Falls მეორე სეზონის მე-17 სერია 3-2-1 დავიწყეთ. გამარჯობა დიპერ. გამოიცანი ვინ ვარ? რა კარგია მისტერ თავდაყირა. როდის გნახე ბოლოს? მესამე კლასში? მართალია. მესამე კლასში. რათა შეტყობინება გადმოგცა. ის ხომ არა რომ მე ამისთვის ძალიან დიდები ვართ. დაახლოებით. ზუსტად ერთ კვირაში ჩვენი მე-13 დაბადების დღე. მე-13 დაბადების დღე. ჩვენი დაბადების დღე? მალე ნამდვილი თინეიჯერები გავხდებით. კი. როგორც იქნა, ნამდვილი თინეიჯერებისთვის განკუთვნილ გაზეთებს წავიკითხავ. და ფილმებს ნახავთ. მაგის გვეკეთება ისედაც შეგეძლოთ. საშუალო სკოლამდე, სადაც გოგონები ქალებად გარდაიქმნებიან და გვესწავლიან. იცი რასაც? ტრიგონომეტრიას? რა თქმა უნდა. ტრიგონომეტრიას. ხოლოდ ეგ არ არის კარგი ამბავი. ერთ კვირაში მოხუცების ჟურნალი მომივა. და დიპერსა და მეიბელსაც წააკითხებ, ხო? ახლა ძალიან ცუდი პერიოდი მაქვს. ერთ კვირაში ბებია ჩემი საწოლში კრეკერების ჯამის უფლებას მომცემს. მომავალი ჩვენია. სულ 22 წლის ხარ. მომავალი. მამავალი. ესე იგი მართალი არ ვიყავი. სერიოზულად ვერ აღიქვამ. სამწუხაროდ. გულისხმობ დიპერ. ხმას აკეთებ ვიცი რომ მიხვდი რაზეც გითხარი. არ მესმის რას გულისხმობ. შენ რაღაც გჭირს. ორივეს გჭირს რაღაც. რა აქცენტი იყო ეს თარგზე? იქნებ ახავი ფიქრე. მე გვაქვს ფინალური 4 წლიანი ასევე. აჯერანით კომის მიერ. ფინალური 4 წლიანიც. წვეულების სერია, 4 სერია. ერთი კვირა დარჩა თინეიჯერობამდე. და ბილის გამოჩენის დღეა რამებს გავსი. ყველაზე მაგარი წვეულება უნდა მოვაწყოთ. გჭირდება? პენიატა შიგნით პატარა პენიატებით. ოცნება ამიხდა. პენიატა პატარა რა უნდა პენიატა. მოვიწვიოთ? ნახოთ სადავსვამთ ჯუჯებს. ჯუჯებს? ნუ ჩქარობთ. ზომბების ინციდენტის შემდეგ აქ წვეულება აღარ მინდა. ბიტებს ისევ ვაწყდები ხოლმე. შეხედე.
რეიმი ადგილი გჭირდება, ბაბუწია. მეგობრებო, შეგიძლიათ Gravity Falls-ის სპორტ დარბაზი დაიქირავოთ. ის ადგილი მთელი სპორტ დარბაზი? ზაფხულია. შვენიერი აზრია, სუს. სკალისკენ. Właśnie sport დარბაზი. სკოლის დარბაზი შეიძლება. ახლა ვიდაბრუნდები. რა? ბაბუძია ფორტ კარგად ხარ? ხორდი. კი, კარგად ვარ. უბრალოდ მინდოდა მალე მოსულიყავი. სახეზე ცეცხლი მართლა გეკიდა. ხო, გაპარსვაზე სწრაფი ხერხია. გაპარსვას შენთვის მნიშვნელოვანი მისია მაქვს და მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი დახმარება. გახსოვს ბზარი განზომილებებს შორის. იმსხვრება. ბილიც სწორედ ამას ელოდა. მართალი ვიყავი. ეს სამყარო წაილეკება. დაიწყება კატასტროფა. ცნობილი როგორც არმაგედონი. ვირდმაგედონი. ეს არის ბოლო სერიის სათაური ვირდმაგედონი. ის მზად არის, თუმცა კაცობრიობა უნდა დავიცვათ. რა ვქნათ? ბზარი უნდა შევაწებოთ. გზაში აგიხსნი. ხო, მაგრამ მეიბელი? წადი დიპერ, გადაარჩინე სამყარო თუ რასაც აკეთებ. დარწმუნებული ხარ? წადი დიპერ. მაინც მთელი კვირა დაგეგმა მოგვიწევს. გადამცემი აიღე. კაი, ამით შეგვიძლია ხარ, ერთმანეთს ნებო. დავეკონტაქტოთ. კაცობრიობა რომ საფრთხეში არ მithქვამს? სწრაფად დრო იწურება. ხო, მართლა. ეს შენი პირველი სერიოზული მისიაა. არაფერი გააფუჭო. არაფერი. რაღაცას გაგვჭებს. ან კარგად ვარ. კაი. მოდი იმედი მაქვს ამაზე მეც არაფერს გაგვჭებს. ვაუ, ეს ბიჭები სულ სუს, აბაცარიელი იქნებაო. ბავშვებო, როგორ ხართ? ენდი. აქ რა ხდება? სკოლისთვის რეგისტრაციას გავდივართ. საშუალო სკოლამდე მხოლოდ 1 წელი მაჩვენებს. სკოლისთვის? შენს გამოცდილებას. ეს უკვე საფული თავდება? თინეიჯერი ლოგიკურია კი, რომ სერიალის თავდება. სხეულს ვერ დაკონტროლებ. ეხლა გავადარის რა ახლოს ვართ ფინალთან. რა დებილი ვარ. არ შემიძლია ერთი სამ. წელი ხარ გავძლებ. ჩემი ჰორმონები ოფლიან გალიას გავს. ახლა რატომ არ მღერიან ოცნებაზე როგორ ტელევიზორში როგორც მოსწავლა რომ ყოველთვის. საშუალო სკოლა მიუზიკლს გავს. მოგატყუა. თუ ნუ შეგიძლიათ არის. გაიზარდო. ასე მოიქეცი. ნეტავა ხო 12-ის ვიყო. თქვენ აქ რა გინდათ? ჩემი მე-13 დაბადების დღის მივხვდი საითკენაც მიდის. კორდუროი თუ კორდუროი? რა? აი ამას გულისხმობდი. ახლა აღარ გონდება გაზრდა. მასტერ მეიბელი. დიპიტი დოქს. წეულებას დარბაზში ვერ მოვაწყობთ, მაგრამ საშუალო სკოლაზე უნდა ვილაპარაკოთ. მგონი არც ისე კარგი მომავალი გველის დასასრული. ცუდი სიგნალი მომდის მეიბელ. ვილაპარაკოთ როცა? დიპერ, გესმის? ვიცი რაც გამოგიგეთებს გონებას. მეგობრებზე მოსაწვევების დარიგება. მართალია. ნუ სულ შეუძლია როგორღაც გამხნოს. No escape. მეიბელ? ამ სულს ხო გამოვიდა აქვს ეგ პერიოდი უკვე. დებერ, ზარის დასალუქად დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ნივთიერებაა საჭირო. რაიმე კოსმოსური წარმოშობის. და რას ვეძებთ ახლა? სად ვეძებთ? დააგვირდი. რამის გახსენებს? მოიცა ეს ის კლდე ხო არ არის შემთხვევით. ოუ. აი. ეს ის კლდე ხო არ არის. მოგეტე. პირველ სეზონის ფინალში რომ გიდეონთან გავიდა ბრძოლა. ამან ქალაქში რაიმე უცნაურობები გამოიწვია. ეგრე როგორ შექმნა კოსმოსური ხოლოდის დაშვება მამო. ქალაქის უცნაურობების გორდიდან ხო არ შვებოდა. მაგრამ შეიძლება შიგნიდან პასუხი არ უცნაური. ვიცი სიმართლე. შეუძლებელია. თეფჭისაც წავიდა. ზოგჯერ ყველაზე ამოუცნობი რამეები ცხვირ წინ გვაქვს. ან ფეხქვეშ. როგორც ახლა. უგან დაიხიე. ამიერს კაცს ეს საშინელი ზეგავლენა აქვს. აკავრობასლების განმავლობაში ვსტუმრობდი. როგორ გონია? პორტალისთვის მასალას ადვიპოვე. მე ვერაფერს ვამბობ. მოდი, გამოვარდვი. საინტერესოა უყელავად ბევრჯერ ეს ვერ ნახობი. უცხო პლანეტელები მილიონობით წლები აქ აღარ არიან. ალბათ. მილიონობით წლები აღარ უცხო პლანეტები უნდა ვნახოთ ამ გახმოვანებულია სერიაში. ჯერანეთკომის მიერ.
და სერიის სათაურია ტიპერი და მეიბელი რომავლის წინააღმდეგ. ნეტავ მეც იგივეზე ფიქრი შემეძლოს ტიპერ. როგორღაც სისტემური დაუკავშიროთ. ცოცხალი იყო. ახლა არაფერია. კიდე მეიბელი რომავლის წინააღმდეგ რო იყოს მის ღმერთო. მაგრამ სათაურია მე მაგაგეთი ხშირად ჩამოვდიოდი. ტიპერი და მეიბელი და რომავლის ტექნიკას წინააღმდეგ. ვიკლებდით. ამიტომ ტიპერიც უნდა იყოს როგორღაც გარეული. ნივთიერება რომელიც ჩვენ გვჭირდება იმდენად ძლიერია რომ შეუძლია მთელი ხომალდი გააერთიანოს. მხოლოდ ერთი ულუფა და ზარიც დაილუქება. ასევე თუ შეგეხო, სახეზე ყველა ხვრელს ამოკედავს. ამიტომ მოერიდე. ახლა კი მაგნიტის იარაღი მოიმარჯვე და მომყევი. ჰოპ, ბაბუძია ფორდ. შენი ჯერია. ჰოპ, დაიძახე და დაგეხმარება. კარგი, მაგნიტი ჩართე და ჩაცურდი. ჩართე? მიდი მაგნიტო. მაგნიტი. არ დამეხმარები? არა უშავს მიეჩვევი. მეიბელ, კარგ დროს მოხვედი. ახლა ბიჭებზე უნდა გველაპარაკა. თუ ეგი ხარიათ? ბუმ, ჩემი და ტიპერის მე-13 დაბადების დღე. თქვენი დაბადების დღე ზაფხულის ბოლო დღეა? აქ არ ვიქნები. ზაფხულის ბოლო დღე. რა? მარიუს ავსტრიაში მივყავარ თავის სასახლეში. არ მშორდება. ჩემს დაბადების დღეზე აქ არ იქნები? შენ მაინც ხომ მოხვალ კენდი? მერე ხო? აბატია მეიბელ. მშობლები მუსიკალურ ბანაკში აა, მგზავნიან. მართლა. ვერ დავახცევ. მუსიკალურ ბანაკში. არც ერთი თქვენგანი წვეულებაზე არ იქნები და აქედანაც ვერ გამაცილებ? წუხვართ მეიბელ. ზაფხული მალე მთავრდება. მარიუს, თუ დროს რეკა. ზაფხული მალე მთავრდება. რადიო ემოციური დახმარება მჭირდება. ტიპერ, ჩვენი წვეულების მისია ჩაიშალა. დასასრული. ვაჰ, ჩემ. არა, ეს მეიბელის ამბავი. ეს მათი უფრო ისეთი ისეთი. დაცული იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი გამორთულია. ბევრად უფრო ემოციური არის და დღესაც გინდა დააჭირე, ვიდრე ამ ძელია გაფუჭებული. რა თქმა უნდა ეხლა მათი ემოციური უნდა იყოს. მაგრამ ერთი მხრივ უფრო საინტერესოც კი არის. საწყარი ფერმერი. ჩემი ფერმა შენ შეჭამე? ძებო აქ უნდა იყოს სადმე. ყურადღებით იყავი. ტიპერ, მომიყევი რას აპირებ ეს მომავალში. ჩონჩხია მან. არაფერს. გარდა სკოლის უმაღლესი ქულებით დამთავრებისა, რომ კარგ ტექნიკურ კოლეჯში მიმიღონ ფოტოგრაფიით და საკუთარ მოჩვენებებზე ნადირობის შოუს დაწყებისა. ახალგაზრდა. ახლა ხვდები მგონი. თუ იცი, რა გინდა? ვაიმე ახლა ხვდები. სკოლა რა საჭიროა? სტენფორდი და სტენდები, როგორც მეიბელი და ტიპერი, მეიბელი ხო ამბობდა. გრავიტი ფოლს ხატო, ჩვენც იგივე არ მინდა ვინმეს დაგვიმართოს. გადავწე ეს წოდნა. რაც დავაბრუნე ყველაფერი. მეიბელი ისე ბავშვი რჩება, როგორც ერთ დროს სტენლი და დავიკითხე შენი ჩანამატები და გავოცდი. რას ფიქრობ? ზაფხულის მერე გრავიტი ფოლსის დარჩენაზე და ჩემს შეგირდობაზე. ტიპერს მომავლის გეგმები აქვს. 12 ხარისხი მაქვს დაცული. შენს მშობლებს გაუხარდება თუ მე მოგცემ განათლებას. ასევე მეიბელს კალიფორნიაში მარტო მოუწევს ყოფნა. მეიბელი კარგად იქნება. გადავთ მართლა წამოვიწყებთ მაქთებას. პიცის მომტანთან 60 წამში დამეგობდა. ნუ ახლა მეიბელისთვის ამის თქმა არ არის კარგი ასკი. მე არ არის. არასდროს გიგზნია რომ რაღაც უფრო დიდისთვის ხარ შექმნილი. არ ვიცი. ახდენილ ოცნებას გავს, მაგრამ არ მგონია მზად ვიყო. ბილმა გამაცურა სტენის პორტალზე შევწდია მაგნიტური იარაღს ვერ ფლობს სწორად. დიბერ, ნივთიერება იპოვე. იპოვე? მართლა იპოვე. მოდი სურათი გადავიღოთ. ბაბუძია, ხომ თქვი ყველაფერი გამორთულიაო? ხო. ვიღაც დაცვის სისტემა არ გააგრძელა. ბილის არა კაი. დაცვის სისტემა. უნდა ვქნათ. მე უცებ ვიფიქრე ბილს რომ უნდა და ადამიანის სხეულის უბრალოდ არ უნდა შეგეშინოს. აგება. ეს სხეული იყო. ჭყალებში გიდეონი. რა? დამშვიდე აქამდეც მიცდია. შენს გონებაზე ვიფიქრე და შიშია კონტროლი. შიშია კონტროლი. რა?
რასტიგიშია მე დამიჯერე ბაბუძიეფორდ ყურადღებით ტიპერ არ შემიძლია დაწეკი აх ჩანდება ხორბი დაჭმეს არა მოისა არა უგან დაიხიე საშიშია თავარია ბზარი და ლუკო წაიღე უჩემო დააძებე გადაარჩინე სამყარო ფორდ ბაბუძიეფორდ ციხეში ჩასვამენ ალბათ ამერამის კავშირის დროის დაცვის სისტემა ნუ ღელავ გაგათავისუფლებ სად მიყავთ ავტომატური რობოტია სადაც არ უნდა წავიდეთ აღარ დაუბრუნდები რა არა ნუ ღელავ გიპოვნი უნდა იპოვო აუცილებლად ტიბერ რას აკეთები გამაგდი ბაბუძიეფორდ ჭკვიანურია მაქინამ გამოგიყვან არა ახლა რა გახდება მიდი გაანგრიეს მენც არა ტიპერის ხუდი გაუჩვი ჩემი ბაბუძია ახლა რობის დახატული მაფინი ბაბუძიეფორდ აჭრილია კი აბა მაგნობულს ივცადოთ მაგნიტურ ტალღებს გადაოხთ დაახაბისტი ურქოხთან ვართ ხო არა ცოცხალია აქედან უნდა წავიდეთ სანამ კიდევ ერთი რობოტი ჩანდება გაფრთხილებ მაგნიტური იარაღი მაქვს ხო გონია შემაშინებ მიდის წადე ხო მეგონი ეგრეა ბაბუძიას ვერავინ წარმართმევს არ უნდა შეეშინდეს მიდი გააკეთე რა შეგიძლია ერთო ტიპერ ხო წავა მაგრამ ეს ტიპერის სახე მეგონა ჩემი საქმე წასული იყო კარგად ხარ რა მოხდა სპერომ შეშის ნიშნები ვერ მოიკითხა ამიტომ განაიტრალდა და გაფუჭდა შევძელი შეძელი მაგრამ მასალაზე რა ხდება ვამბობდი ტიპერ როგორ გონია რამდენ 12 წლის ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება ფაქტობრივად უკვე 13-ის ერთ კვირაში და ახლა მეიბელი როგორ ხარ ბადარა გოგრავ ჯერამ ზაფხული ლამის დასრულდა სკოლას ეშინილება იქნება და არ მგონი ამისთვის მზად ვიყო კი ყველა ბავშვი ვიცი გაზრდა არავის მოსწონს მაგრამ შეგიძლია არ გაიზარდო როგორც 70-ის ვარ და სტადილად ისევ ნაყინს ვჭამ არ მინდა გრავითი ფოლს დავემშვიდობა მის მინერაც არ უნდა არა მეიბელს და სტენლის და დიპერს და სტენფორდს შორის სახლში დიპერი მაინც დამხდება რომელსაც ვენდობი ღმერთო კარგად ხარ ამოდი მაქედან
სიბერის ქალაქი განსაკუთრებულ რამებს იზიდავს. და ახლა გაიგონებს. მათ შორის ჩვენ. არა. დარჩი დიბერი. აწყალი ბეიბელი. ჩემი შეგირდი. თელ სერია იჩერდება. კარგი. დავრჩები. შვენიერია. ვის უნდა სამყაროს გადარჩენა შეგირდო? მეიბელ, დღეს საუკეთესო დღე მქონდა. უცხო პლანეტელები ნამდვილები არიან და თებში წვიმდა. ბაბუძია გადავარჩინე. შენ კარგად ხარ? მითხარი რომ ტყუილია. ფორდი შეგირდი. სერიოზულად. ვიფიქრე რომ ჩემთვის დიდი შანსია. ჩემთვის კი საშინელი დღე მქონდა. წამეტის რომ გავხდები ზაფხული დასრულდება და ყველაფერი უკან დამოვიტოვა. მხოლოდ შენი იმედი მქონდა და შენც მტოვებ. ფიქრობდი მეც ამაზე. სამუდამოდ არ გავქრები. გესტუმრები ხოლმე, ინტერნეტით დაგიკავშირდები. რამეს მოვახერხებთ? არ მინდა რომ ასე იყოს. მინდა ზაფხული და არის ყოველთვის ერთად დროს. იყვნენ. შეუძლებელია მეიბელ. ყველაფერი ერთ ადგილას ვერ გაშიშდება. როცა ვიზრდებით რაღაცეები იცვლება. ზაფხულით მთავრდება. მეიბელ მოიცადე. დაბრუნდი. მეიბელ დაბრუნდი. ოუჩ. რა სერია ეს? ხოლო წევლები შოკოლადი და მეხმარება ახლა. წიგნები, დაღეჭილი კალმები, ჩანთა ამერიან. ნეტარ ზაფხული დიპერის ჩანთა. არის. ო, დიპერის ჩანთა. ეს შესაძლებელია. სვიტრების ქალაქი ზარებს არ იღებს. მეიბელ, ეს მე ვარ. ისვენ თქვა, შემიძლია დაგეხმარო. დროში მოგზაურო, აქ რას აკეთებ? ხომ თქვა მარვიდე ზაფხული დასრულდასო. ხომ ასეა? ჰა, რატომ მეკითხები? შესაძლოა წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ერთხელ დამეხმარე და მინდა მეც დაგეხმარო. ო, არა. ის ბუშტი ეწოდება და მასში არაფერი იცვლება. Gravity Falls-ის ზაფხული შეგიძლია სამუდამოდ გააგრძელო. არა, ბეიბელ ეს მართლა, როგორ მოგმედებს? ბლენდინი რაღაც დამჭირდება მინი ბაბუძია. გააძრია ბლენდინი ამას არ იტყო და ვერ შეამჩნევს. ეს ბილია. იქნებ დიპერს აქვს ჩანთაში. გამოვიცნობ მეიბელმა წუდად მიიღო. იქნება არასდროს გადაწყვეტილებას ვიღებ. უნდა დავფიქრდე. დიბერ ახლა მისიაზე უნდა ვიზრუნოთ. ზებო მე მაქვს. მომაწოდებ ბზარი და ისტორია და დავწერე. ახლა ჩანთები არები. რა? არა. ბზარი. მოცნაურია. ეს არის? ხო ეგ არის. მომეცი და მე არა, Gravity მეიბელ. Falls-ის დატოვება არ გინდა მაშინ მომეცი. ცოტა მეტი ზაფხული. არა. რა? კი. არა, მოიცადე. ო. როგორც ბილი ბლენდინის ხელში. სამყაროებს შორის გარი გაიხსნა. მილიარდი წლების ვაფშე არ ველოდებოდი ბლენდინის ხელს თუ დადგა. სამყარო მე მეკუთვნის. არ ვიცი. რაღაც ის თქვა მინდა და ხმას ვერ ვიღებ. არმაგედონი, უირდმაგედონი იწყება. დაბაგვიანეთ. სამყაროს აღსასრული დადგა. საფაოს აღსასრული. კადრი მაგარი იყოს სერვისთვის. მსახიობები ალექსანდრე ქურასბედიანი და ნესტან ხახუბია. ხმის რეჟისორი სურა კოკლიანი. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ველოდების სერიის დამთავრებას. მეტი არაფერი მარტო ველოდები და ეს პლაკატი და მოსაწვევი. და კარგად იყო. რა
რას უყვე ახლა? ვაჰ, ჩემი ესე იგი. ეს იყო Gravity Falls მეორე სეზონის მე-17 სერია. რა რითი დავიწყო ისიც არ ვიცი. ცალკე მეიმედა სწორად აღნიშნე მაშინ პარალელი სტენებს და დიპერს და მეიბელს შორის. გადასარევი. უბრალოდ გადასარევი. ანუ ახლა რაღა დაგჩენია. უნდა შევებრძოლოთ ბილს ასე. პირდაპირ. არა და რა ახლოს ვიყავით ბზარა, ჩანთები არ არეოდათ, ეგეთ რაღაცებზე ნერვები მეშლება ხოლმე, მაგრამ ეს ბილის გამოსვლა, მე სერიოზულად ვიფიქრე, რადგან გიდეონი იძახებდა, რომ ზუსტად გიდეონის სხეულს აიღებდა, მაგრამ ბოლოს ბლენდინი რო გამოჩნდა და რო დაიწყო უსასრულო ზაფხულზე ლაპარაკი, მეთქი რა სისულელებს ლაპარაკობ, შენ რა გინდა, როდის იყო დიპერს და მეიბელს ეხმარებოდი ასე ძალიან კი, ბოლოში კიდე აეწყოთ ურთიერთობები მე-9 სერიაში თუ რომელიც იყო, რაღაც მახსოვს, მაგრამ რა ვიცი. მე მოწვი, რომ ეს ბილი იყო და მეიბელის დათაღა, მეიბელი ამ სერიაში იყო, არ ვიცი. საკუთარ თავს არ გავდა პირდაპირ მნიშვნელობით და ბოლოში რა დაემართა ისე, ანუ რატო გაითიშა? არ მითხრათ, რომ ბილმა თითქოს და აუსრულა სურვილი და ახლა რაღაცა სიზმრის სამყაროში ან რამე მსგავსი, დაეძინა. კიდევ გონებაში ჩაუბეჭდა, რომ თითქოს და ზაფხული მართლა არ მთავრდება და ახლა სიზმარში ცხოვრობს. და მე მეიბელის დაბრუნებაზეც უნდა ვფიქრობ, ეგ მაგარი არ ვიცი. და ფორდის და დიპერის ურთიერთობა, ფორდის მაგრად ჩალიჩებს, რომ დიპერი იმაზე იყოს, რა ქვია, თავისკენ იყოს. მესმის ფორდის სიმართლე გითხრათ, ანუ ერთ დროს თვითონაც გადახდა ეგ ამბავი, თვითონაც ეს გზა აირჩია და მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ახლა ის, რომ ჩემი აზრით ორივე სტენლიმაც და სტენფორდმაც უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ანუ რაც თვითონ დაემართათ რა, რომ იგივე არ დაემართოს მეიბელს და დიპერს. არ ვიცი. სრული სიგიჟე იყო ეს სერია, ძალიან მომეწონა. არ ყოფილა უკეთესი ვიდრე Not What He Seems ან Tale of Two Stans, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო. Tale of Two Stans შეიძლება ჯობოს კი ეცადოს, მაგრამ არა. დავიწყეთ რას ვთქვი. ზოგადად სერია მაგარი იყო. ნახოთ ახლა ბილი რას იზამს, ესე იგი ვინ ყავს ჩვენ ახლა ვინც დაგვეხმარება? დიპერი, მეიბელი, სტენლი, სტენფორდი, ვენდი, სუსი და всё. ანუ როგორც ასეთი ვინც იცის, ანუ მაგგაკეტიც კიდე, იქნებ მაგგაკეტი მოგოშოროს ვეუბნე. არ ვიცი. და კიდე გიდეონიც უნდა გამოჩნდეს კიდე, ახლა მოვწვი. რადგან გიდეონის სხეული არ აუღია ბილს, ესე იგი გიდეონი უნდა გამოჩნდეს. და იქნებ დროის, ვიცი, ავიჩემ ეს დროის ბავშვი, მაგრამ ანუ პარადოქსებს ეხება ეს ყველაფერი. ბილს აქვს ბლენდინის სხეული, რომელიც არის მომავლიდან და განმოვიდა წარსულში. წესით არ უნდა გამოგზავნოს დროის ბავშვმა აგენტები, რომ გაარკვიეთ რა ჯანდაბას აკეთებს ეს ტიპი ანანდო. მაგასაც ვნახავთ, როგორც ჩანს.
არ ვიცი. შემიძლია 1 საათი ვიჭიდე ასე და ვილაპარაკო, რამდენად კარგი იყო ეს სერია, მაგრამ გავჩერდები, შევიკავებ თავს. გასაგებია ახლა ყველაფერი. კაი. მოდით. უბრალოდ დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. მადლობა ყველას და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ.